მოგესალმებით ყველას. დღეს მინდა გესაუბროთ აღდგომის თარიღის შესახებ, რამე თუ გაჩნდა კითხვა, გვეკითხებიან, რომ რატომ არის რომ წელს შედარებით გვიან არის აღდგომა, შაშან შედარებით ადრე იყო და რატომ არის რომ კათოლიკები და პროტესტანტები ადრე აღნიშნავენ და ჩვენ გაცილებით გვიან აღნიშნავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ჩვენ მართლმადიდებლები არა ვართ დამოკიდებული არასოდეს იმაზე, თუ როდის აღნიშნავენ კათოლიკები ან პროტესტანტები აღდგომის ბრწყინვალე თარიღს. აღდგომის თარიღის გამოთვლას 4 შეუცვლელი პირობა უძღვის წინ. ეს გახლავთ მთვარის კალენდარი, ადრე მოგეხსენებათ, რომ რომის იმპერია მზის კალენდარზე იყო და ებრაელები თავიანთ დღესასწაულებს, კერძოდ კი პასექის და სხვა დღესასწაულებს ყოველთვის აღნიშნავდნენ მთვარის კალენდრის მიხედვით. სახარებაში უწყებულია შემდეგი მოვლენა, რაც უძღოდა მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას, ეს იყო ებრაელების პასექი. ჯერ აღესრულა ებრაელების პასექი და ებრაელების პასექის შემდეგ აღესრულა მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა. ამიტომ ჩვენ ყოველთვის დამოკიდებულები ვართ თუ როდის აღნიშნავენ ებრაელები თავიანთ პასექს. ანუ პირველი ეს გახლავთ გაზაფხულის ბუნიაობა, ანუ დღეღამ ტოლობა და აი ამის შემდეგ სავსე მთვარე. ესე იგი, როდესაც გაზაფხულზე დადგება დღეღამის ტოლობა, ბუნიაობა და შემდგომში იქნება სავსე მთვარე, აი ამ სავსე მთვარის შემდეგ, ერთი კვირის შემდეგ, ჩვენ აღნიშნავთ მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას. და თუ მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა ამ დროს დაემთხვა ებრაელების პასექს, ჩვენ გადავიტანთ ერთი კვირით შემდგომ აღდგომას. ეს თარიღი და ეს მოვლენა პირველ მსოფლიო კრებაზე, კერძოდ ნიკეაში 325 წელს 318 მამის მიერ არის დადგენილი. ასე რომ ეს არ არის ჩვენი გათვლა, ეს არ არის ჩვენი რაღაც გარკვეული ახირება და შეხედულება და ეს უკვე მიღებულია როგორც უცვლელი შეხედულება. არის ასეთი ნათქვამი, რომ დადგება დრო და ჩვენ ყველა ერთად აღნიშნავთ აღდგომას. ესეთი დრო, მე არ ვიცი როდის დადგება და ან ვინ აპირებს, მაგრამ ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები არასდროს არ აღნიშნავთ მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ებრაელების პასექის დადგომამდე ან პასექის დროს. ამით ჩვენ დავარღვევთ ისტორიულ ცნობას სახარებიდან, რომელიც არ შეიძლება რომ შეიცვალოს. ეს შეიძლება დღეს ვინმესთვის ღიმილის მომგვრელი იყოს, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ, იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობთ სახარებისეული სწავლებებით, სახარებისეული უწყებებით და იმ ჭეშმარიტებებით, რომელიც წმინდა წერილში განგვიცხადა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ. ამიტომ დღეიდან ნუღან ინერვიულებთ მართლმადიდებელო ქრისტიანებო, თუ როდის აღნიშნავენ კათოლიკები და პროტესტანტები და რატომ არის რომ აღდგომა ხან შედარებით ადრეა, ხან შედარებით გვიან. და დაიმახსოვრეთ რომ ყველაზე ადრე, ასე იგი, ყველა ბოლო თარიღი, ანუ ამაზე ადრე არ ყოფილა 4 აპრილია და 8 მაისი, ანუ 8 მაისი იქით არასდროს არ ყოფილა აღდგომა და 4 აპრილზე ადრე არასდროს არ ყოფილა აღდგომა. ეს არის მთვარის კალენდრის მიხედვით და ჩვენც გვინდა თუ არ გვინდა ვართ დამოკიდებული მთვარის კალენდარზე, გაზაფხულის დღეღამ ტოლობაზე, ბუნიაობაზე და იმაზე თუ როდის აღნიშნავენ ებრაელები პასექს. ჩვენთვის პასექი, ანუ გამოხსნა, გვერდის ავლა არის აღდგომა, ჩვენ ღმერთმა თავისი ბრწყინვალე აღდგომით გამოგვიხსნა ცოდვის ტყვეობიდან, აღგვადგინა დაცემული მდგომარეობიდან და ჩვენი ბუნება აღამაღლა მარჯვენით მამისა. აი ამიტომ არის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ერთადერთი
ასევე დავძე რომ სხვა დღესასწაულებს ჩვენ არ ვეძახით ბრწყინვალეს, ერთადერთი აღდგომის დღესასწაული გახლავთ ბრწყინვალე, როგორც მზე განსხვავდება ვარსკვლავებისგან, ასე აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული არ შედის 12 დღესასწაულში და ის ცალკე არის დადგენილი და ცალკე არის განყენებული. აი ამიტომ ჩვენ მარხულობთ 47 დღე, 7 კვირეული, 7 მისტიური კვირეული და ეს არის როგორც ნეტარი ავგუსტინე და წმინდა მამები ბრძანებენ წელიწადის მიათედი, რასაც ქრისტიანები ვწირავთ უფალს და ამ დროს ეთყობა კიდეს ტაძრებში მოდიან ის ადამიანები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში შეიძლება არ დადიოდნენ, მაგრამ აღდგომის მარხვას მაინც ინახავენ, ქვეცნობიერად თუ ცნობიერად, რამე თუ მასში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი რწმენა იმისა, რომ ადამიანი, რომელიც არ ინახავს აღდგომის მარხვას, ის ადამიანი შეიძლება ითქვას, რომ არ შეიძლება იწოდებოდეს ქრისტიანად. არ გეწყინოთ, ეს ჩემი ნათქვამი არ არის, ეს არის წმინდა მამების განჩინება და თუ აქამდე ვინმე ჯერ კიდევ არ ინახავთ მარხვას და ჯერ არ გაქვთ მოფიქრებული მარხვის დაწყება, მე პირადად შემიძლია რომ მოგცეთ კურთხევა, გირჩიოთ რომ დაიწყოთ მარხვა და თუ მარხვასთან დაკავშირებით რაიმე შეკითხვები გექნებათ, შეგიძლიათ თქვენ მოზღვრებს, ან პირადად მე მომწეროთ პირადში, ან დამირეკოთ და მკითხოთ, განსაკუთრებით ემიგრანტებო, რომლებიც ბრძანდებით საქართველოდან გასულები და გენატრებათ თქვენი სამშობლო, თქვენი ოჯახები და მათ თქვენთვის მარხვის შენახვა და ტაძარში სიარული არის ძალიან დიდი ნუგეში, ძალიან დიდი სიხარული და თქვენთვის ძალიან აუცილებელია ეს ყველაფერი, მოგერიდება შეგეკითხეთ, აქავე დავძენთ რომ ჩვენ უკვე ვიმყოფებით მარხვის მეორე კვირაში, ანდრია კრეტელის სინანულის კანონი უკვე აღარ იკითხება და ვინც ვერ მოასწარით წაკითხვა შეგიძლია შაბათკვირამდე წაიკითხოთ და შეგახსენებთ რომ ეფრემასურის ლოცვები იკითხოთ და თეოდორე სტუდიელის ქადაგებები მარხვანიდან თანამედროვე ქართულად არის გამოცემული და კიდევ მინდა შეგახსენოთ ძალიან საინტერესო თარგმანია, თანამედროვე თარგმანია და აუცილებლად წაიკითხეთ, ყოველ დღეს აქვს თავისი საკითხავი. ასევე წაიკითხეთ ალექსანდრე შმემანის დიდი მარხვა, ძალიან საინტერესოა, ადრე მე დავასახელე ეს წიგნები 4 წიგნი დაგისახელე და ზოგს ძალიან ბევრი მოეჩვენა, ეს 2 წიგნი მაინც აუცილებლად წაიკითხეთ, მაღაზია ალილოში იყიდება, რამე თუ მარხვა, ლოცვის და კითხვის გარეშე იქნება დიეტა და თუ რამე ესეთი შეკითხვა გაჩნდება, როგორც აღდგომის თარიღთან გაგიჩნდათ, შემეკითხეთ, არ მოგერიდოთ, ჩვენ ვართ წიგნობარი, განათლებული ადამიანები, რამე თუ ჩვენი რელიგია, ქრისტიანობა გამოცხადებითი, წიგნიერი რელიგია და ჩვენ ბრმად, ქვეცნობიერად არაფერი არ უნდა გავაკეთოთ. ღმერთმა დაგლოცოთ, აგაძლიეროთ, გააგრძელეთ მარხვა, მსვლელობა აღდგომისკენ და კიდევ ვიმეორებო, თუ ვინმე საქამომდე ჯერ კიდევ გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული რომ მარხვა შეინახოთ, გთხოვთ რომ დღეიდან აი ამ ვიდეო რგოლის მოსმენის შემდეგ აუცილებლად შევუდექით მარხვა და მარხვა თქვენი, ჩვენი ყოფილიყო სინანულისა, რათა ერთად ვიზეიმოთ აღდგომა სიხარულისა ჩვენთან არის ღმერთი.